ცოტა ხნის წინ რუსეთის გენერალ ალექსეევზე განხორციელდა წარუმატებელი თავდასხმა მოსკოვში. და მიუხედავად იმისა, რომ ეცადნენ მის განადგურებას და ვიტყვი ვინც სცადა ეს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა კიდეს დავარქვათ ერთწუთს ტერორისტული აქტი, თუმცა ბჭყალებს ჩასასმელია მაინც ეს სიტყვები, გენერალი ალექსეევი გადარჩა და რუსები გაგიჟდნენ. ეხლა რუსები რო გაგიჟდნენ, მაინც ისინი ცდილობენ რომ ვინმეს დააბრალონ ეს. ყველაზე კარგი დასაბრალებელი რასაკვირველი არის უკრაინა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინას ჰქონოდა მცდელობა ალექსეევის განადგურებისა. იმიტომაც მათ შორის, რომ ეს რომ ასე მომხდარიყო, ერთგვარად აირეოდა მოლაპარაკებათა ის მაგიდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია და რომლებსაც უსხედან, რომლის გარშემო ხედან უკრაინელები, ამერიკელები, რუსები. რუსებს მიეცემოდათ შესაძლებლობა ემტკიცებინათ, რომ უკრაინა აგე თითქოს მოლაპარაკებების ზეთანახმა, მაგრამ რეალურად აგე ჩვენს გენერლებს აფეთქებს. უფრო სარწმუნოა, რომ გენერალი ალექსეევის განადგურება მოინდომა რომელიმე პარალელურმა, ანუ არა სამხედრო ჯგუფმა, არა თავდაცვის უწყების რომელიმე კონკურენტმა, არამედ FSB-მ, ან სხვა სპეცსამსახურებმა. იმიტომ რომ გენერალი ალექსეევი თავის მხრივ ბევრს უშლიდა ხელს. ეს გენერალი თავის მხრივ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, პატარა მასშტაბის, პატარა მნიშვნელობის გენერალი არ არის, ის დაწინაურებული იყო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პუტინის კარზე. ამავდროულად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკლებლივ ყველა, ანუ თითქმის ყველა კი არა, უკლებლივ ყველა, ვინც წინ წაწეულია, ან უკან ჩაჩოჩებულია, უკლებლივ ყველა სათავისო საქმეებს მოგაცრავად მისთვისა და ჩალიჩობს. გენერალი ალექსეევი კონკრეტულად შემჩნეული იყო სამხრეთ ამერიკაში გარკვეულ ბიზნესებში, აფრიკაში გარკვეულ ბიზნესებში, ალმასში, კონკრეტულად ალმასის ბიზნესში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გენერალი ალექსეევი, ისე როგორც სხვები, უფრო სათავისო საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ, მათ შორის უკრაინაში, ვიდრე სარუსეთო საქმეს. ამიტომაც მუზიმის მდგომარეობაშია რეალურად თუ ვიბრძოლებთ ამ ძლევამოსილი ბჭყალებში ქვეყნის რუსეთის არმია, რუსეთის შეერაღებული ძალები და ამიტომაც ვერ მიიწევს ის პრაქტიკულად წინ ლოკოკინის ნაბიჯებით მიიწევს თუ ჭიანჭველის ნაბიჯებით წინ. ამავდროულად რუსებს რაღაცა ვერსია უნდა მოეფიქრებინათ, საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებდნენ, რაღაცა ვერსია უნდა მოეფიქრებინათ და აქედან გამომდინარე რუსეთმა გამოაცხეს ვერსია, განცხადება იმის თაობაზე, რომ გენერალი ალექსეევის ზე თავდასხმაში ბრალდებული პირი რუსეთში 2025 წლის აგვისტოში შევიდა და შევიდა უცნაური რეისით, მოდი ასე ვიტყვი, კიევიდან კიშინიოვში გაემგზავრა, კიშინიოვიდან თბილისში, თბილისიდან კი მოსკოვის მარშრუტით შევიდა. დაიჯერებს თუ არა ამას მსოფლიო თანამეგობრობა, ამას თუ მეკითხებით არ დაიჯერებს, მაგრამ ეს ვერსია თუ ესე გახან გრძლივდა კი არა, ესეთი ტირაჟირება მოხდა ამ ვერსიისა, ამან შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები, საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღოს ჩვენთვის. რუსებს ეს სჭირდებათ ამ ვერსიის ტირაჟირება და ამ ვერსიაზე პედალირება, გეტყვით რატომაც, როგორც რამდენიმე წუთში. მოკლედ რუსული მედია წერს, რომ ალექსეევზე თავდასხმისათვის დაკავებული არის ასეთი კაცი კორბა და ასევე მეორე პირი ვასინი, რომლებმაც რუსული მედიის ცნობით დანაშაული უკვე აღიარეს. ამავე ინფორმაციით 66 წლის კორბას გენერლის მკვლელობისათვის $30,000 დაჰპირდნენ FSB ამტკიცებს. FSB, რომელიც ალექსეევის ამფეთქებელია, უფრო ალექსეევზე თავდასხმის ორგანიზატორია, უფრო ეხლა უკვე ალექსეევს იცავს თითქოს, გადარჩენილ ალექსეევს და ამტკიცებს, რომ ის, ანუ კორბა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის აგვისტოში დაიქირავა და კიევში სროლის წვრთნებიც კი გაატარა. თავად კორბას სიტყვების ვრცელდება, ცხადია, ის არ არის ავტორი, ეს დაუწერეს და ამაზე მოაწერინეს ხელი. დეკემბერში მივიღე ბრძანება ალექსეევის მკვლელობის თაობაზე, $30,000 დამპირდნენ, მკვლელობის მცდელობის შემდეგ მითხრეს. აქ არის ძალიან საინტერესო დეტალი, რომ აეროპორტში წავსულიყავი და დუბაიში გამგზავრებულიყავი, სადაც რუმინეთის კიდევ ერთი ბილეთი მქონდა, რუმინეთიდან კი კიევში უნდა
გავფრენილიყავი რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა, კიევი, ეს ქვეყნები, ხო? რუმინეთი, მოლდოვა და უკრაინა დავიხსოვოთ, იმიტომ რომ 2-3 წუთში ამ თემაზე მომიწევს მე საუბარი. კორბა დააკავეს დუბაიში, მისი ექსტრადირება უკვე მოხდა მოსკოვში დააკავეს კიდევ ერთი ბრალდებული, ხოლო მესამე პირი გალიაო ამბობენ FSB-ს მტკიცებით უკრაინაშია გაქცეული, რუს გენერალს 6 თებერვალს სახლთან ესროლეს, თუმცა ის გადარჩა, ამას დავიმეორებ. ეს ყველაფერი კვლავ ვიმეორებ სარწმუნო არ არის, რუსეთს უბრალოდ სურს რომ დაამტკიცოს ან ესევე ამ ვერსიის ტირაჟირება მოხდეს, რომ საქართველო მათ შორის არის ტერორისტების ექსპორტიორი ქვეყანა და თბილისი მოსკოვის რეისით ჩავიდა ხსენებული კორბა, ოღონდ სხვა ქვეყნიდან, კონკრეტულად მოლდოვიდან შემოსული კორბა ჩავიდა მოსკოვში და იქ გენერალ ალექსეევზე განახორციელა თავდასხმა. შორს მიმავალი გეგმები აქვს რუსეთს, ცხადია, მხოლოდ ამ ფაქტის ტირაჟირებით, ამ ფაქტის დამტკიცებით თუნდაც ვერ მოხდება ის, მხოლოდ ამ ფაქტის დამტკიცებით ვერ მოხდება ის, რა ჩუმი ჩანაფიქრიც აქვს მოსკოვს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ამგვარობები მოხშირდა და თუ რუსეთმა დაიწყო მტკიცება იმისა, რომ თბილისიდან სამწუხაროდ ხდება ტერორისტების ექსპორტი, რუსეთმა შეიძლება გაგიკვირდებათ და შემოგთავაზოს ჩვენა ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, რომელიც გააკონტროლებს ყველა შემომსვლელს, ლარსიდან ასე მაგალითად, ან მით უფრო სხვა ქვეყნებიდან და ყველა გამსვლელს მოსკოვის მიმართულებით და კაი დედისშვილი თუ კაი ბიჭი იქნება, იზინა ივანიშვილის ბანდა და სუსტი, ამასთან რუსეთთან ურთიერთობაში სუსტი, მოწყვლადიო, ასე რომ ამბობენ, ქვეყანა და ქვეყნის ხელმძღვანელობა, დე-ფაქტო თუნდაც, რომ ამის გამო, ამის შემდეგ რუსეთს გაუწიოს წინააღმდეგობა და უთხრას, რომ არა, როგორ გეკადრებათ, ჩვენ გავუმკლავდებით, ჩვენ თავად, ჩვენივე ძალებით აღვკვეთ ამ გვარი ტერორისტების ექსპორტს და ჩვენ გავაკონტროლებთ ამ შემთხვევაში თუ კონკრეტულად ამ საკითხზე ვისაუბრებთ მოლდოვიდან რეისებს ან რუმინეთიდან რეისებს, პირდაპირ რეისები როგორც ვიცი არ არის, მაგრამ მაინც მოგეთ ყველა შემსვლელსა და ყველა გამსვლელს რომ ემანდ თქვენ პრობლემები არ შეგექმნათ. ამიტომ მაინც და მაინც ხო ისედაც არ უნდა დაუჯეროთ FSB-ს, რასაკვირველია, FSB-ს არც ერთ მტკიცებას, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ FSB რეალურად იბრძვის მოსკოვი, იბრძვის კრემლი, იბრძვის საკუთარი ინტერესების გასატარებლად და ყოველ ამგვარ შემთხვევასაც კი რეალურად თავისივე მოწყობილს მოსკოვის წიაღში მომხდარ ამ ამბავს ერთი სპეცსამსახურის მეორე უწყებასთან დაპირისპირებას და ამ წარმატებულ ამგვარ გარჩევებს იყენებს, არ გამოიყენებს ასაკვირველია პირველ ყოვლისა უკრაინის, ჩვენ შემთხვევაში საქართველოს, მოლდოვის, რუმინეთის და ასე შემდეგ სხვათა წინააღმდეგ ეს რომ ვიცოდეთ მაინც. აქვე მე უნდა ვახსენო და აღარ მახსოვს სად არის, მაგრამ გამექცა ეს ლინკი. მე უნდა ვახსენო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რომელმაც თქვა შემდეგი რამ, რომ ჩვენო არავითარ შემთხვევაშიო არას დიდებით არ დავესხმებით თავს ევროპას, როგორ გეკადრებათ, ამას როგორ გვწამებთო ამ ცილს, როგორ გვწამებთო, არც ქონია არასოდეს ეს განზრახული და ვარწმუნებ ჩვენს პარტნიორებსო, ევროპელ პარტნიორებს, რომ რუსეთს ეს ჩანაფიქრები არ აქვსო. ოღონდ აი აქ ამბობს ლავროვი საკვანძო სიტყვას ჩემი აზრით, ამის შემდეგ ამ თითქოს გამართული, თითქოს სწორი წინადადების შემდეგ, რომელსაც რასაკვირველია არ უნდა ენდო, მაგრამ აი თუ რაღაც გაგიჟდი და მაინც დაუჯერებ ლავროვს ან ლავროვის სახით კლიანად რუსეთს, ლავროვი ამატებს კავშირს. თუ ეს კავშირი არის თუ ჩვენ არ დავესხმებით ევროპას არავითარ შემთხვევაში, თუ თავად ევროპა არ დაიწყებს გარკვეულ შინაარს გადმოგცემთ მოძრაობას რუსეთის წინააღმდეგ. აი თუ ევროპა დაიწყებს მოძრაობას, ჩვენ უკვე დავიწყებთ არა სამხედრო სპეცოპერაციას, ხო, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. არამედ ჩვენ დავიწყებთ სრულმასშტაბიან ომს
რუსეთი დაიწყებს სრულმასშტაბიან ომს ევროპის წინააღმდეგო. ამბავი სწორედ ამ თუშია. რუსეთს ყოველ შემდეგ ჯერზე შეიძლება მოეჩვენოს, ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით, რომ და ევროპამ კონკრეტულად დაიწყო მოძრაობა რუსეთის წინააღმდეგ. ახლაც პრიჩინა როგორც ასეთი რუსეთს აქვს. ევროპა უფრო მეტად არის შეიარაღებული ვიდრე იყო პირობითად 1 წლის წინ, 3 წლის წინ, 5 წლის წინ და რუსეთს აქვს პრიჩინა, მიზეზი, საბაბი, ხო, საფუძველი ბჭყალებში, რომ დაიწყოს შეტევა ბერლინზე, პარიზზე, ლონდონზე, არ არის ევროკავშირის წევრი ბრიტანეთი, მაგრამ მაინც, ან რაღაც ვარშავაზე, ვარშავა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ. ისევე როგორც ხსენებული ბუქარესტი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბალტიის სახელმწიფოები ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაიწყოს ნებისმიერ იმ ქალაქზე თუ ქვეყანაზე იერიშის მიტანა და მიტანოს იერიში, რომელიც მას არ ეპიტნავება და ხელეწიფება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამბავი სწორედ ამ თუშია, ამ კავშირთუშია. უკრაინაში თუ გულახდილები ვიქნებით, ყოველგვარი პრიჩინის გარეშე დაიწყო რუსეთმა სამხედრო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. 4 წლის წინ. 9 თებერვალია დღეს. 2022 წლის 9 თებერვალს ვერავინ წარმოიდგინდა რა მოხდებოდა არასრულ ორ კვირაში, ანუ 22 თებერვალს 13 დღეში. იქ იყო მსჯელობა რუსეთი გაბედავს თუ ვერ გაბედავს. და გაბედა 22 თებერვალს. ოღონდ იქაც არანაირი მიზეზი, საბაბი, მათ შორის არის დონბასის კონტექსტში, არ ქონია და მით უმეტეს არ ქონია საბაბი, მიზეზი ირპენის, ბუჩის და სხვათა მიმართულებით. თუ გინდა შენ დონბასი, კიევის და რაღაც 17 კილომეტრში არსებულ ბუჩას რატომ უტევ, რატომ ბომბავ, რატომ ანადგურებ, რატომ შედიხარ ბუჩაში და რატომ ჩადიხარ იმ საშინელებებს, რომლებიც ჩაიდინე. მაგრამ რუსეთს უმომ Россию не понять, ხო ვერ გაიგებ რა აქვს განზრახული და რას მიიჩნევს მიზეზად. უკრაინის ნებისმიერი მხარდა, ნებისმიერ გვარი მხარდაჭერა, მათ შორის მსურველთა კოალიციის შექმნა, ან რუსეთის აქტივების გაყინვა კი არა, რუსეთისთვის აქტივების ჩაბორთმევა, რუსეთმა შეიძლება მიიჩნიოს ერთგვარ საბაბად, რის და თუ ხელეწიფება, თუ შეძლებს, თუ მოახერხებს ამას, იერიშის, მაგალითად ვარშავაზე სარაკეტო იერიშის მიტანის საფუძვლად. ოღონდ ვარშავაზე იქნება თუ რიგაზე, ბუქარესტზე იქნება თუ პარიზზე, ხო? მე მგონი პარიზი მაინც წარმოუდგენელია, მაგრამ ერთზოც ვიტყვი ასე. ეს ყველაფერი სჭირდება მათ შორის რუსეთს მათ შორის სჭირდება, იმიტომაც რომ გამოსცადოს ქართული სიტყვა, როგორია სიმართლე გიხათ არ ვიცი, რუსულად უფრო კარგად ჟღერს, ან ლინგა მომეხმარე, ნაპროჩნაсть, ანუ მედეგობაზე გამოსცადოს ნატო და ნატოს მეხუთე მუხლი, საკმარისია 24 საათით, მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, 24 საათით დაიგვიანოს ნატომ და სათანადო პასუხი არ გასცეს რუსეთს სარაკეტო იერიშების მიტანის შემთხვევაში, ასე მაგალითად ესტონეთზე, ან სუვალკის დერეფანზე, რომელიც აკავშირებს, ასე უნდა გითხრათ, კალინინგრადის ოლქს კონტინენტურ ბჭყალებში რუსეთთან, საკმარისია პოლონეთსა და ლიეტვას შეუტიოს და ნატომ დაიგვიანოს, რომ რუსეთი გამოსცდის ხსენებულ მეხუთე მუხლს ნატოს, ანუ მედეგობაზე, ნაპროჩნაсть და დაამტკიცებს თავისუფლად, რომ აი მე უფრო ძლიერი ვარ ვიდრე ნატო ამერიკის გარეშე. აქ ამერიკის როლზე აღარ გავამახვილებინოთ ყურადღება თქვენის ნებართვით, რასაკვირველი ამერიკა არის, უნდა იყოს პირველი და ასიმეტრიული ხასიათის პასუხისგამცემი ამერიკის გარეშე, ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე ევროპა გვარიანად სუსტია. ალექსეევის ამბავი გიამბეთ, ისიც გითხარით, რომ გარკვეული კამპანიის ამბავისათვის კამპანიური ხასიათის მიცემის შემთხვევაში და სხვა ამგვარი თვალსაჩინოებების ჩენის შემთხვევაში რუსეთი ჩვენ ბიძინა ივანიშვილს უფრო ზუსტი რომ იყო მოსთხოვს ანტიტერორისტულ ცენტრს. რას პასუხობს კობახიძე? მე გითხვით რას პასუხობს ღიად. გეტყვით ღიად რომ კობახიძე თავს უხრის, კობახიძე კი არა. ბიძინა ივანიშვილი თუ ასეთი პრობლემა გაქვთ თქვენ ტერორისტების ექსპორტისა ჩვენგან, ჩვენთან ახმოვართ რომ აეროპორტები გაკონტროლდეს, საზღვარი გაკონტროლდეს თქვენს და ჩვენ თქვენს და ჩვენს მიერ ერთობლივად
შეიძლება რაღაც არ ვიცი SNG-ს თუ კოლექტიური უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ODKB-ს ფარგლებში თუ რომელიმე სხვა ფორმატებში თუ ფარგლებში ამას ეთყვის ბიზინა ივანიშვილი ადრე იქნება თუ გვიან აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ რომ ეს უნდა იყოს ამ ერთობლივი ანტიტერორისტულ ცენტრებში ხო ერთობლივ პატრულირებაში შეიძლება მოხვდნენ ქართველებიც და მხარ აღმოჩნდეს რომელიმე კობახიძე აი კობახიძე დავასახელოთ რომელიმე ივანოვთან რომელიმე პეტროვთან რომელიმე რაღაც არ ვიცი რა გვარის წარმომადგენელი ვახსენოთ ახლა რომელიმე აბაშიძე სიდოროვთან და ერთად იდგნენ და ეცვათ ეს არც რუსეთის მაიდენტიფიცირებელი და არც საქართველოს მაიდენტიფიცირებელი ფორმები, ხოლო მხარზე კი ერთის მხრივ ივანოვებს ეკეთოთ ხო რა ქვია ამას დროშები რუსეთისა, ხოლო ქართველებს დროშები საქართველოსი, ოღონდ იდგნენ ერთად დალიონ ერთად რაღაც ისადილონ ერთად ივახშმონ და ასე შემდეგ და ერთ ყაზარმაში იყვნენ კიდეც ივანოვები და კობახიძეები. ამას ჩალიჩობს რუსეთი და ესეც სუვერენიტეტის მორღვევა იქნება რომ იცოდეთ მაინც. მოკლედ, ლავროვი ევროპას ერთგვარად ემუქრება, ხოლო პარალელური სტრუქტურა საქართველოს FSB საქართველოს ერთგვარად ადანაშაულებს ტერორისტების ექსპორტში. ეს იცის გრიგოლიჩ გადახლართვა ესე სუსტდა დასუსტდა საქართველოს შენც დასუსტი მანევრის შესაძლებლობაც კი არ აქვს ამ ურთულეს ვითარებაში რაზე ვილაპარაკო დამატებით აღაზე უნდა ვილაპარაკო ამას სიმართლე გითხრათ აღარც ვიცი ნახვამდის